ჩაიფიქრეთ 4 ადამიანი კაუზის სფერები განსხვავდება და შეგიძლიათ დახმაროთ ის კონცენტრაციისთვის. ჩაიფიქრეთ 4 ადამიანი და ვნახოთ მასთან ურთიერთობა რას მოგიტანთ თქვენ ცხოვრებაში. ნათიაშაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და ის გახდება თქვენი არხიც. ასევე გააქტიურეთ ზარისღილაკები, რომ არ გამოტოვეთ სიახლეები, დალაიქეთ თუ მოგეწონათ და მომწერეთ კომენტარები. ძალიან მახარებს კომენტარები. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და ჩაიფიქროთ 4 ადამიანი, ნებისმიერი სქესის, ნებისმიერი სტატუსის თქვენს ცხოვრებაში და ნახეთ ამ ადამიანთან ურთიერთობა რას მოგიტანთ, რა მოაქვს თქვენს ცხოვრებაში. მაშასე დავიწყოთ. ეს არის მეხი. ეხლა რასაც ვიტყვი, ეს შეიძლება იყოს წარსული რაც უკვე მოხდა, ან შეიძლება ეხლა ხდება, ან მოხდეს. ეს არის ენერგია, რაც თქვენ 2 ადამიანის კავშირი ერთად შექმნის. ამ ადამიანთან ურთიერთობა. ან დაგანგრევთ ახლა, ან დაგანგრიათ, ან მომავალში დაგანგრევთ, ან ეხლა განგრევთ. მოდი აწყოში ვილაპარაკებ, ან მომავალში ჯობია, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ შეიძლება დრო იყოს შეცვლილი. იმიტომ რომ დრო სამყაროში არ არსებობს, აქ ვაჩვენებ შედეგს, კავშირი რა შედეგს დადებს. ნახეთ როგორი კონგურა, სადაც ერთიც და მეორეც ვარდებით. კონგურა მაღალია. ეს გვაჩვენებს რა თქვენი ემოციური მდგომარეობა, თქვენი კავშირი იქნება რაღაც ძალიან დიდ სიმაღლეზე. ემოციურ სიმაღლეზე. შეიძლება ეს ემოციური სიმაღლე სიყვარულიც იყოს, ძალიან ძლიერი, ძალიან დიდი, ამაღელვებელი, მაგრამ ორივეს დაგანგრევთ, ორივე გადაიტანთ რაღაცა ძალიან დიდ ტკივილს. შეიძლება იყოს დიდი ტრაგედიაც. ეს იქნება სიტუაცია, რომელიც ცოცხლად დაგწვავთ, მაგრამ მაინც გადარჩებით და იცოცხლებთ. ეს იქნება სიტუაცია, რასაც აღწერენ ბიბლიაში, რომ არის ჯოჯოხეთი, როდესაც ცოცხლად გწვავენ, იწვი და არ კვდები. აი, ასეთ შედეგს მოიტანს ორივესთვის. შეიძლება ერთი და იგივე დროს დაემთხვეს ეს განცდები ორივესთვის. შეიძლება აცდენილი იყოს დროში, რომ ვიღაცამ რაღაცა შეგრძნება უფრო ადრე იგრძნოს, მეორემ უფრო გვიან, მაგრამ ორივე გამოივლით ამ ტრანსფორმაციას, ამ წვას. მე ვახსენე ტრანსფორმაცია. ნახეთ როგორ არის ადამიანები. ადამიანურად ესე ვამბობთ, ხო, ეს ადამიანი კარგია, ჩემთვის კარგად გრძნობ თავს, მეგობარს ვარქმევთ, მას ტკბილია, ჰარმონია მოაქვს და არიან ადამიანები, რომელსაც ტკივილი და ნგრევა მოაქვს, რაცაც აქ ვხედავ. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენს ცხოვრებაში რაიმე კვალს ტოვებს, რაიმეს, გინდა დადებიც, გინდა ნეგატიურს, ძლიერ კვალს, ეს ადამიანი არის კარმული. და ეს სული, სანამ ჩვენ დავიფადებოდით და ჩამოვიდოდით ამ სამყაროში, დედამიწა რო ქვია, ასე ვთქვათ, ზეცაში დებენ კონტრაქტს, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და მე უნდა გასწავლო შენ ეს და შენ უნდა მასწავლო მე ეს. და ხშირად ყველაზე დიდი აი მეგობრებს რო ვეძახით და ტკბილები არიან და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა და ყველაფერი კარგად გვაქვს. იმაზე უფრო დიდი მეგობრები არიან ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ ტკივილის შედეგად ჩვენ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ჩვენ რაღაცებს მივაღწიოთ. გადახედეთ ისტორიას, არ შექმნილა არც ერთი დიდი მსოფლიო დონის ხელოვნების შედევრი ნამუშევარი დიდი ტკივილის გარეშე. არ შემდგარა ეხლა ძალიან ესეთ დიდ სუყე მაგალითებში რო არ გადავიდეთ,
ხო, აი დავაკურდეთ ელემენტარულად, აი ნახე მაგალითად ქალმა ფიასკო განიცადა სიყვარულში, დაინგრა ოჯახი და მე როგორ შედგებიან ხოლმე გაიზრდებიან ესეთი ქალები, ხო, პროფესიულად შედგებიან, უფრო უვლიან თავს, ანუ რაღაცა ასწავლა. მაგას ვამბობ, თქვენ რო შეხვდით ერთმანეთს, აი ეს იყო, რომ თქვენ გესწავლათ რაღაცა, ერთმანეთს ასწავლეს რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანური თვალთახედვით ეს ძალიან მტკივნეულად დაგიჯდათ, ძალიან ძვირი დაგიჯდათ ეს სწავლა და ემოციურად საკმაოდ მძიმე გადასატანია. იმედია და მე გისურვებთ, რომ ამ მტკივილმა არ დაგაგდოთ, არ ჩამოგაყრევინოთ ხელებით, არა, აი უკან არ ვიცი დააკვირდით, ნახეთ, აი ორი ადამიანი ცვივა და მე მინდა აი უკან ფონს დააკვირდეთ ადამიანი, რომელიც დგას, აი ამ ადამიანად უნდა იქცეთ, როგორი სტატიურია, როგორი მშვიდია, ძლიერია, გაწონასწორებულია, თავის თავში დაჯერებულია და იცის თავისი ძალა. აი თქვენც და ის ვინც ჩაიფიქრეთ, ასეთ ადამიანად უნდა იქცეთ, ეს არის ჩაფიქრებული, ასე ვთქვათ, თქვენს კონტრაქტში, რომ ასეთ ადამიანებად იქცეთ. ბევრი რამე უნდა ისწავლოთ, ამ მტკივილმა უნდა გასწავლოთ რაღაცა. ნუ ეს გზა ერჩიეთ, ამ მტკივილის გზა ერჩიათ თქვენმა სულებმა. ცხადი ადამიანი რო იბადება, აღარ ახსოვს ეს კონტრაქტი და მე უკვე ვიღაცას მტერს ეძახის და ვიღაცას მეგობარს. აი ზუსტად აქ არის ის სიბრძნე დამალული, რაც თქვა იესო ქრისტემ, რომ გიყვარდეს მტერი შენი, უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ ესენი არიან უძლიერესი მასწავლებლები ჩვენს ცხოვრებაში. აი ეს არის პირველი იმაში, რაც ჩაიფიქრეთ და როგორ განავითარებთ, ხო? ეს არის უკვე თქვენი ნება. აი რო კითხულობენ ბედი რა არის, ბედის წერა რა არის და თავისუფალი ნება, ეს არის რაღაცა მოხდება, მაგრამ მას როგორ შეხვდები, როგორ დახვდები, როგორ გაანალიზებ, ეს უკვე არის შენი ნება. ამ შემთხვევაში ასეა. და კიდე რა მინდა გითხრა, გაიხსენეთ მითოლოგიური ფრინველის სფინქსი, ის დაიწვა, მაგრამ ფერფლიდან აღსდგა. და რახან აქ ასეთი ძლიერი ტკივილია, მე გისურვებთ, რომ აი ეს აღდგომა იყოს უძლიერესი თქვენთვის და ძალიან ბევრის მომტანი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ადამიანზე. აი ვინც აქ ჩაიფიქრეთ, რატო დავდე კოვზები, მაგიური კოვზები, იმიტომ რომ ეს არის რა მოაქვს და რა კითხვა იყო, რა მოიტანს ეს ურთიერთობა. ამიტომ ეს მაგიური კოვზები დავდე. ისეც არ აქვს ჩაფიქრებული, ცოტა ხანს დროს მივცემ ჩაიფიქროს და ნახოთ აქ რა ხდება. იზოლაცია, ამოვიდა იზოლაცია. რას მოიტანს ამ ადამიანთან ურთიერთობა? ამ ადამიანთან ურთიერთობა მოიტანს იმას, რომ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ამ ადამიანისგან იყოთ შორს, იყოთ იზოლირებული, იმიტომ რომ ერთგვარ ტკივილს მოგიტანთ. ეს არ არის იმ დონის, მაგალითად, რაც პირველ ვარიანტში ვნახეთ, იმ დონის ტკივილი ნამდვილად არ არის და არც სასწავლი გექნებათ ამ ურთიერთობაში იმ დონის, რაც პირველ ვარიანტში ვნახეთ და გასწავლით იზოლაციას. ეხლა აი გაკვეთილი ამოვიდა იზოლაცია. რას გვასწავლის, ანუ რას მოიტანს ეს ტკივილი? იმას, რომ ადამიანი, რომელიც შეიძლება რაღაც დონეზე გინდოდეს, ხო, მოგწონდეს, სასურველი იყოს, მასთან ურთიერთობა გინდოდეს, იმიტომ რომ არ გეტკინოს, აი ეს გაიაზრო, რომ შეძლო იზოლაცია. ანუ სადამდე მივდივართ მიჯაჭვულობის ჩახსნა. აი ეს გაკვეთილი მოვა თქვენთან, რომ ისწავლოთ მიჯაჭვულობიდან საკუთარი თავის ჩახსნა და აი ამ დაბალ ვიბრაციაში ყოფნა, რასაც ქვია მიჯაჭვულობა, რომ ის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ეს აღარ იყოს. ნახოთ ახლა აი ეს ვარიანტი ოქროსფერი კოვზი რო ადევს, ვინც ჩაიფიქრა, აი ეს ვარიანტი ვნახოთ. ამ ადამიანთან ურთიერთობა თქვენ გაიძულებთ, რომ იყოთ მორალური. ამ ადამიანთან ურთიერთობა გაიძულებთ, იმიტომ ვამბობს, რომ
ვამბობ, რომ ეს მორალურად ყოფნა არ არის თავისუფალი, ადვილი რაღაცების დათმობა კი ჭირთ იმისთვის, რომ იყოთ მორალურობა, შეზღუდვა კი ჭირთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ იყოთ მორალური ამ ადამიანთან. ამ ადამიანისთან ურთიერთობა გასწავლით ვალდებულებას. აი ნახეთ როგორ ზღვარზე არის ადამიანები ხშირად დგებიან ესეთ ზღვარზე, როგორ დადგებით ასეთ ზღვარზე, რისი თქმა მინდა ნახე, მაგალითად მორალურობა თუ თავისუფლება, მორალურობა თუ სიყვარული, წესიერება თუ რაღაცა სიტკბო, ის რომ მაგალითად ვიღაცას არ ადგინო საკუთარ თავს, ხო, რაღაცა გაწირვის თემების შემოდის. ყველასთან ეს ინდივიდუალური იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ადამიანი იმდენად ძვირფასია, იმდენად კეთილშობილია, იმდენად არ იმსახურებს ამას, რომ თქვენ რაღაც სხვა გზა გინდათ, სხვანაირად გინდათ მოქცევა, მაგრამ ამის ალბათ ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის, რომ ამის გამო თქვენ როგორც ციხეში, როგორც ჩარჩოში, დიდი წნეხის ქვეშ იქცევთ საკუთარ თავს, რომ იყოთ მორალური მასთან. ან შეიძლება იყოს ის ადამიანი კი არა, აი რაღაცა სიტუაცია მოითხოვდეს ამ მორალურობას. მაგალითად ოჯახს ეხლებოდეს, ხო, საქმე და ამ ოჯახიდან გასვლა უნდოდეს თქვენ სულს, მაგრამ მორალურობა მოითხოვდეს ამ ოჯახში ყოფნა. და ასე შემდეგ ეს საჯარო გაშლა და მე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ აქ ჩანს აი ესეთი ბარიერი, რომ მორალური და მართალი იყო თუ კარგად იყო და ბედნიერი იყო, რას ერჩევთ ცხადი აქაც თქვენი თავისუფალი ნება. და ბოლო ვარიანტი დაგვრჩა. ვერცხლისფერი კოვზით ენერგია მივიდა. ნახოთ. თავიდან დაბადება ქვია ამას. ნახე, რას მოგიტანთ ეს ურთიერთობა. ეს ურთიერთობა, არ ვიცი თავიდანვე რა დრო გაგრძელდა, ეხლა რასაც ვიტყვი, სულ ასია დღემდე. ეს ბრძოლა არის, აი რო ჭიდაობთ, ვერ უგებთ ერთმანეთს, დისონანსში ხართ, მაგრამ რაღაცა მაინც გაიცვლებთ, რომ სულ იყოთ ერთად. და ეს ურთიერთობა გეუბნებათ, რომ იმდენ ხანს და იმ ზეწოლით დამძიმდება, რომ თქვენ შეიცვალოთ, თავიდან დაიბადოთ და აგრესიით კი არ უპასუხოთ, არამედ უპასუხოთ ჰარმონიულად და სიყვარულით. აი თქვენში გადატყდეს ეს, რომ კვილი-კვილის წინ თვალის წინ, ხო, ეს არ მუშაობს ამ ადამიანთან მუშაობს თქვენი შინაგანი სიმშვიდე, სიყვარული და ცნობიერების ამაღლება. ანუ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში იმიტომ გამოჩნდა, რომ თქვენ გესწავლათ აი ეს სიმშვიდე, სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან გიშლის ნერვებს და გამწარებთ და ცნობიერების ამაღლება. აი ნახეთ როგორ უკრავს და ისე ათვინიერებს ლომსაც და ზოგჯერ ჩუმად რო არის, ფიქრობს ლომად როგორ გადაექცეს ეს ადამიანი. იცით რატო ამოდის ეს ენერგია? მე ვერ ვხედავ რომ აქ ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ლომივით არის, ხო, აგრესიული მტაცებელი არის და სახიფათო არის და ანუ აგრესია ჩანს ამ ადამიანისგან. მე ვერ ვხედავ რომ ამ ადამიანს არ უყვარხარ. ამ ადამიანს თავისი ტკივილები აქვს, თავისი კომპლექსები აქვს და თქვენ ხართ კარმული წყვილი და თქვენგან მას კიდე სჭირდება ეს მორალური რობის მიღება და სიყვარულის დანახვა. ეს უნდა დაანახოთ. შეიძლება ერთხელ არ გიჭრას, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ როდესღაც მიივადა ისიც დამშვიდდება და თვინიერ ცხოველად იქცევა. ნამდვილად თავარია ის მუსიკა დაუკრათ, რაც უკაცრავად ბედნიერების და ასე ვთქვათ, ჰარმონიას მოიტანს. ეს პასუხისმგებლობა თქვენზეა, თქვენ უნდა შეიტანოთ ამ ურთიერთობაში ეს სიმშვიდის ჰანგები. ეს იყო დღევანდელი გაშლა. ძალიან მაინტერესებს ვისთან რეზონინდა, ვისთან არ რეზონინდა. გისურვებთ წარმატებებს, სიძლიერეს და ყველას გისურვებთ ადამიანებს შეხედოთ ესე, რომ რას მას სწავლის რა მოაქვს ჩემს ცხოვრებაში ენერგეტიკულად და არ ესე მარტივად, რომ ვიღაცა მტერია და ვიღაცა მეგობარია ჩემი. დროებით თქვენ ნათია შაი.